პარკინსონის დაავადება პროგრესირებადი დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემასა და მის მიერ მართულ ფუნქციებს. მარტივად რომ ვთქვათ, იგი მოძრაობის გართულებას იწვევს. 2019 წლის მონაცემებით მსოფლიოში 8.5 მილიონზე მეტი ადამიანი იყო დიაგნოსტირებული. ყველაზე ცნობილი ადამიანებიდან შეგვიძლია გამოვყოთ ისეთები, როგორიც არიან მოჰამედ ალი, რომელმაც კარიერის დასრულებიდან 3 წლის თავზე აღმოაჩინა და მას დაუსვეს ეს დიაგნოზი. სხვათა შორის მისი პარკინსონი იყო ტრამული წარმოშობის პარკინსონი, რაც რა თქმა უნდა მის სპორტულ და კარიერასთან არის დაკავშირებული. ასევე ცნობილი სახე გახლავთ მაიკლ ჯეი ფოქსი, ჰოლივუდის მსახიობი ცნობილი ტრილოგიიდან უკან მომავალში. მას 29 წლის ასაკში გამოუვლინდა პირველი სიმპტომები და მან ამის შემდეგ პარკინსონთან ბრძოლის უმსხვილესი ფონდი დააარსა და უდიდესი წვლილი შეაქვს მეცნიერულ კვლევებში. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი, თუმცა მას არ ჰქონდია კლასიკური პარკინსონი, მსუბუქი მოძრაობის შენელება დაუფიქსირდა და ასევე ძალიან ცნობილი კანტრის შემსრულებელი ჯონი კეში. თუმცა მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნოთ ასევე, რომ მედიცინამ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა ამ დაავადებასთან ბრძოლაში და მედიკამენტების დახმარებით დღესდღეობით უკვე შეიძლება პარკინსონის სიმპტომების გაცილებით უფრო ეფექტურად მართვა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად მომიწევს იმის გამეორება, რომ მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და აუცილებელია ექიმთან დროულად ვიზიტი.